დღევანდელი ლექციის თემა არის ციური სფეროს ძირითადი წერტილები, მიმართულებანი და წრეწირები. ასევე ჰორიზონტული კოორდინატთა და ჰორიზონტული ეკვატორული კოორდინატთა სისტემები, ეკლიპტიკურ და გალაქტიკურ კოორდინატთა სისტემები. ცის სფერო არის ძირითადი ადგილი, სამანიპულაციო ადგილი, ასე ვთქვათ, სადაც ჩვენ ვიმოძრავებთ ახლა მთლიანად და ამიტომ უნდა ვიცოდეთ ორიენტირება ცის სფეროზე, რა მიმართულებებსა და რა სიბრტყეებს დავეხმაროთ მასზე. თანაც წინა ლექციიდან უკვე ვიცით, რომ ცის სფერო არის სინამდვილეში გარკვეულწილად ანარეკლი, მისი ბრუნვაც არის ანარეკლი დედამიწის ბრუნვისა და ის რომ ჩვენ ყველაფერი გვეჩვენება თითქოს სფეროზე არის განლაგებული, მათ შორის ვარსკვლავები, ნავთობები, ყველანაირი. ეს მიუთითებს, რომ აუცილებელი არის ზუსტად ყველა ჩვენი ქმედება მიმართული იყოს ცაზე მოძრაობის აღსაწერად. ანუ უნდა შემოვიღოთ ისეთი მიმართულებები და ისეთი კოორდინატები, რომლებიც მოგცემს საშუალებას ნებისმიერ ნავთობი დროის ნებისმიერ მომენტში აღწეროთ. მაშინ გავიხსენოთ ესეთი რამ, რომ დღე-ღამის განმავლობაში დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის ანარეკლი არის ვარსკვლავთა ხილული მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში და ჩვენ არცერთს მაინტერესებს სრულიად ნახევარსფეროს დამკვირვებისათვის. ეს სურათი აღებულია დაახლოებით 50 წელიწადის შენგანებისთვის, ჩვენი ცოტათი ნაკლები ამაზე, მაგრამ პრინციპულად სურათი იგივე იქნება. გახსოვთ, რომ დედამიწის ღერძის პარალელური სამყაროს ღერძი, რომელიც იგივდება დედამიწის ღერძს, თითქოს ერწყმიან ერთმანეთს, იმის გამო, რომ მათ შორის მანძილი ან მხოლოდ დედამიწის რადიუსის ტოლი და სამყაროს ზომებთან შედარებით ძალიან მცირეა. ამიტომ ეს ღერძი ზუსტად მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსზე არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამყაროში. მის გარშემო ბრუნავს ცის ტალღი დღე-ღამის განმავლობაში და ვარსკვლავები, სხვადასხვა სიმაღლეზე ყოფილი ვარსკვლავები სხვადასხვანაირ წრეწირებს, ან წრეწირის სკალებს შემოწერენ. ნახეთ, აქ სხვადასხვა არის მოცემული. ზოგიერთი მათგანი მთლიანად ჩანს, აი ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიერთი აი არ ჩანდა, ამოვიდა, მე წავიდა და ალბათ მე ჩავა რაღაც ის მომენტის შემდეგ. აქ მთავარი მომენტი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ცხადია ვარსკვლავის ხილული მდებარეობები ჰორიზონტის მიმართ იცვლება და ჰორიზონტის სიბრტყე კი აქ მოცემული არის ესეთნაირად, აი უყურეთ, დასავლეთის მიმართულება ჩვენი მხარე, შუაში ჩვენ გვივართ, ესე ვთქვათ, ჩრდილოეთის მხარე მარცხნივ გამოდის, სამხრეთისა მარჯვნივ და აღმოსავლეთისა შიგნით შორს. აღმოსავლეთიდან ამოდის ყველა ნავთობი, ჩადის დასავლეთის მიმართულებით. საერთოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანისთვის, თუ კი ის გაიხედავს სამხრეთის მიმართულებით, მართლაც დაინახავს, რომ ყველაფერი მოძრაობს, აი დაიძრება, წამოვა ავაზემოთ, კულმინაციაში, მე ისე ჩამოვქვემოთ და მას ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით. საერთოდ არსებობს მოსაზრებაც, რომ საათის ისრებით სწორედ ამიტომ მოძრაობს, ესე რომ ხილული მოძრაობა სამხრეთის მხარეს მდებარე ნავთობების, მათ შორის პლანეტები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტად ამ მიმართულებით ხდებოდა. ჰორიზონტის სიბრტყე კი ძალიან ისეთი მარტივი მისახვედრია, რაც არის, ეს არის, ასე ვთქვათ, ზუსტად ის ზემოთაც ხედავს ყველაფერს და ის ქვემოთაც უკვე არაფერი არ ჩანს. თუმცა განმარტება მისი გაცილებით უფრო მკაცრი არსებობს. მთავარი ამბავი არის ის, რომ აი ცის სფეროზე მარტო ჰორიზონტი არ არის და მარტო ზენიტზე მიმართულება არ არის, ეს არის ჰორიზონტული, ასე ვთქვათ, ორიენტირები. ასევე აქვე დატანილი არის, ხედავთ, სხვა მიმართულება, ეს არის დღე-ღამური ბრუნვის აღსახველი მიმართულება. წარმოიდგინეთ, თქვენ ცის სახე რომ არ მოძრაობდეთ, ჩვენ დავკმაყოფილდებოდით ალბათ ჰორიზონტის სიბრტყითა და მიმართულებით ზენიტზე. იმისთვის, რომ კარგად განისაზღვროს რა არის ჰორიზონტის სიბრტყე, ამ დროს ჩვენ უნდა შემოვიღოთ შვეული მიმართულების ცნება. ამიტომ ავიღოთ უნდა ხელში სიმძიმე, ჩამოვყიდოთ ძაფზე და როცა ის გაჩერდება, მიიღებს რაღაც მდებარეობას, ხო, დედამიწისკენ. აი ეს მდებარეობა არის ზუსტად დამკვირვებლის თავზე, ან თვალზე გამავალი შვეული მიმართულება, რომელიც გადაკვეთაც ის თაღთან გვაძლევს ზენიტის წერტილს.
თუ მეორე მხრივ შევხედავთ ჩვენ ეს სიმაღლე მნიშვნელოვანია, მაგრამ სიტყვაზე დამკვირვებიდან 50 გრადუს სიმაღლეზე აღმოჩნდება ძალიან ბევრი ნავთობი. მის გარშემო, ხო? გატრიალდება ადამიანი და თან 360 გრადუსზე ძალიან ბევრი ნავთობი დაინახავს 50 გრადუს სიმაღლეზე. ამიტომ მიმართულებაც უნდა იქნეს ჰორიზონტის მიმართ დაფიქსირებული და თქვათ, რაღაცა წერტილიდან უნდა იყოს ათვლილი მიმართულება. თქვათ, ჩრდილოეთის წერტილიდან უნდა დაითვალო ეს ყველაფერი ან სამხრეთის წერტილიდან. პრინციპული არ არის. თავი შეთანხმება. თუ ჩვენ ავიღებთ საყრდენად სამხრეთის წერტილს და სამხრეთის წერტილიდან კუთხეს გავითვლით, ასე ვთქვათ, რაღაც მიმართულებით, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ვთქვათ, ნავთობი სასახად დაფიქსირდება. იმიტომ ჩვენ შევძლებ მიმართულების განსაზღვრას და მე ამ მიმართულებაზე დიდი წრის სკალის გავლებას ზენიტამდე, ზენიტის გადაკვეთამდე. ამიტომ აღმოჩნდა, რომ ჰორიზონტისთვის საყრდენი არის თავარი შვეული მიმართულება და მე მისთვის ამ შვეული მიმართულებაზე მის მართობულად გამკვირვების თვალზე გამავალი სიტყვა. ანუ შვეული მიმართულების მართობულად გამკვირვების თვალზე გამავალ სიტყვას უძახიან მათემატიკური ჰორიზონტის სიტყვას. ამიტომ ყველაზე უფრო იდეალური გამოდის ჰორიზონტულ კოორდინატთა სისტემის განსაზღვრა როგორც ცალკე კოორდინატების. წარმოიდგინეთ, რომ ზენიტიდან გვაქვს გამოვლებული დიდი წრის სკალი, რომელიც ჩადის ქვემოთ მის საწინააღმდეგო 80-ით განსხვავებულ წერტილამდე, რომელსაც ქვია ნადირი. ზენიტისა და ნადირის ღერძი არის ზუსტად შვეული მიმართულების განსაზღვრელი ღერძი და იგი აბსოლუტურად კაფიო არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ განცდაზე, გეოგრაფიულ ადგილას მდებარე დამკვირვებლისათვის. თუ კი ჩვენ გვაქვს რაღაცა ნავთობი, აქ სიგმატია გამოხატული, მაშინ ეს ნავთობი ჩვენთვის ფიქსირდება ჩვენი თვალიდან ჰორიზონტის სიბრტყის მიმართ რაღაცა კუთხით, აი ეს კუთხე, ორ წვეტელ ხაზშორის კუთხე, რომელსაც ჰორიზონტის სიბრტყიდან ზემოთ შეესაბამება ჰაშპატარა რკალი. ეს ჰაშპატარა რკალი არის ეგრეთ წოდებული სიმაღლე. ანუ დაშორება ნავთობისა ჰორიზონტის სიბრტყიდან, ჰორიზონტის სიბრტყიდან ნავთობამდე დაშორება. მაგრამ ჩვენ იგივე შეგვეძლო ზენიტის მიმართულებიდან ნავთობამდე გაგვესაზღვრა. დიდი წრის სკალი გამოგვეტარებინა. მართლაც რა გვესწრებს, რომ ზენიტის მიმართულება ხო ყველაზე მთავარი მიმართულება და განისაზღვრება პირველი, მის მასზე ეყრდნობა სხვა განმარტებები. ასეთ შემთხვევაში ზუსტად შემოაქვს მის სიდიდე ზენიტური მანძილი, ზედ პატარა. თუ დააკვირდებით კარგად, ახლა ცხადია, ჰორიზონტიდან რომ ახვიდეთ ზენიტამდე, ცხადია, ეს არის 90 გრადუსი მთლიანად. ამიტომ z-ის და h-ის ჯამი იქნება 90 გრადუსი. საერთოდ ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევა, რომელსაც ავიჩნევთ, მიიჩნევა ჰორიზონტულ კოორდინატთა სისტემაში ერთ-ერთ კოორდინატად. ან დავიხმაროთ სიმაღლე, ან დავიხმაროთ ზენიტური მანძილი. მათი ჯამი ისე გავიმეორებთ 90 გრადუსის თორია. მეორე, დაფიქსირდეს ეს მიმართულება, იმიტომ რომ ამ სიმაღლისა, ამ კონკრეტული ზენიტური მანძილისა იქნება ამ შემოხაზულ კალზე ნებისმიერი ნავთობი. მაგრამ თუ კი ჩვენ დავაფიქსირებთ მას ეს წერტილიდან კალური კუთხით, ადიდით კალური კუთხით, ანუ აზიმუტით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვექნება ცალსახად განსაზღვრული ერთი ნავთობი. გამოვიარეთ გარკვეული აზიმუტი და ავედით გარკვეულ სიმაღლეზე. მივახციეთ ჩვენთვის სასურველ ნავთობს. ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ცალსახად შეგვიძლია განსაზღვროთ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ მომენტში ნავთობის ჰორიზონტული კოორდინატები. ჰორიზონტული კოორდინატების მინუსი არის იმაში, რომ დროზე ძალიან დამოკიდებულია. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ შეიძლება სერიოზული ცვლილება განიცადოს ნავთობის კოორდინატებმა, ჰორიზონტულმა კოორდინატებმა. რადგან ცის თაღი ბრუნავს დაახლოებით 4 წუთში 1 გრადუსი სიჩქარე, საკმარისად სწრაფად. შესაბამისად, რახან ჰორიზონტის მიმართ ყველა ნავთობი გადაადგილდება შესაბამისად მაღალი სიჩქარეებით, ხო? თელცის თაღთან ერთად. ამიტომ ჰორიზონტული კოორდინატები ამ ნავთობებისა განუწყვეტლივ იცვლება ხალხის საცემად, ძალიან ძლიერად.
ამიტომ პლუსი ჰორიზონტალური კოორდინატების აი სადაც რომ ჩანს პირდაპირ დამკვირვებელს მაშინ ვერ შეუძლია მიახლოებით შეაფასოს ზუსტად გაზომოს მათობის ჰორიზონტალური კოორდინატები ეს უდიდესი პლუსია მაგრამ მინუსი ის არის რომ გასვლის შემდეგ მცირე დროშიც კი ეს კოორდინატები ძალიან სწრაფად იცვლება და ისევ ახლიდან გასასაზღვრი გახდება თუ კი ის არ გადავიყვანეთ რაიმე უფრო ძლიერ კოორდინატა სისტემას შევხედოთ ამ ჰორიზონტალურ კოორდინატთა სისტემას სხვა ნახატი უფრო გადიდებული უბრალოდ და გავიმეორეთ აი მათობი n ზენიტური მანძილი მისი არის z და გაშორება აზიმუტი არის s-დან აგრეთვე a ანუ a-სა და h-ის ესეთი გადაადგილებით მივიღოთ კონკრეტულად n წერტილამდე h-ის შესაბამისი კუთხე ეგრეთ მოხატულიც გახლა ხოლო a-ს შესაბამისი კუთხე აქ არ არის დახატული მაგრამ არის s-o n პატარა კუთხის სწორი თანაც კლიანად ჰორიზონტალურ კოორდინატთა სისტემაში საყდენს წარმოადგენს მიმართულება ზენიტზე, ხოლო ძირითად სიბრტყეს წარმოადგენს ჰორიზონტის სიბრტყე. სიმაღლე იცვლება 0-დან 90 გრადუსამდე ზენიტის მიმართულებით და 0-დან -90 გრადუსამდე ნადირის მიმართულებით. აქ ნადირი z-შტიხით არის აღნიშნული ამ სურათზე. ხოლო აზიმუტი იცვლება 0-დან 360 გრადუსამდე საათის ისის მიმართულებით თუ კი დავხედავთ ზენიტის მიმართულებიდან ქვემოთ. ანუ ჩვენ უკვე სასახად აი ამ ორი კოორდინატით შეგვიძლია ჰორიზონტალური კოორდინატები ასაზღვროთ ნებისმიერი ნათობისთვის. ამით პირველი ნაწილი, ანუ ძირითადი მიმართულებები ჰორიზონტალურ კოორდინატთა სისტემაში ამოწურდა.